უშინაარსო კრიტიკა, ლანძღვა, უშვერი სიტყვები, აგდებული ტონი, დამცინავი ირონია. რადიკალურმა ოპოზიციამ ტაქტიკაც რადიკალურად შეცვალა. ახლა მათ ზიზღისა და სიძულვილის ახალი ობიექტი ხავთ და ეს ამერიკის პრეზიდენტია. ტრამპი პრორუსების სიას დაემატა. პირად შეურაცხყოფასაც აყენებენ. ცინიკურადაც მოიხსენიებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც უმასპინძლდებიან. შენი პუტინის ჩმორი და უსამართლო დედამო. უკრაინაზე თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები არ მოსწონთ და შეუტიეს. ტიპი რამხელანა ბიჭვარია. თანაც არ მოსწონს ქართულ ოპოზიციას, თორემ უკრაინაში ზელენსკის მიმართ განწყობები უკვე მის გარემოცვაშიც იცვლება. რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ამის ნათელი მაგალითია. მოგესალმებით ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო, იცით სანამ აქ ვსხედვართ, ლიბერტარიანიზმის სახელით უკრაინა ჩრდილოეთ კორეად გადააქციეს. შეხედეთ რა გვაქვს. საზღვრები დახურულია, დიახ, ტელევიზია თავრობის კონტროლქვეშ, დიახ. ბელადი, კიმჩინზე, დიახ, გვყავს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. თელამ ისტორიაში უფრო საინტერესოდ ჩვენი რადიკალები გამოიყურებიან. ადრე ამერიკის კრიტიკა მათთვის უმძიმეს ცოდვად ითვლებოდა. ახლა უმძიმესი ცოდვაა თუ არ ლანძღავ. ახალ პრეზიდენტს ხან ტრამპუშად მოიხსენიებენ, ხან ტრამპატრუმპად, დოღრიალა პოპულისტად, ოლიგარქად, პუტინის ხელის ბიჭად, იმბეცილად, კლოუნად, კაკებეს აგენტად, მატყუარად და დიქტატორად. დიახ, ეს ყველაფერი ერთი ტრამპი აღმოჩნდა. ქართული ოცნება თეთრ სახლს აკრიტიკებდა, როცა ეს ქვეყნის ინტერესებს ან სუვერენიტეტის დაცვას სჭირდებოდა. თუმცა ასეთი შეურაცხმყოფელი ტერმინები არასოდეს გამოუყენებია. არადა სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე გავიარეთ. Deep State-ის ინსტრუქციები რომ არ შევასრულეთ და მეორე ფრონტი არ გავხსენით. ისინი მაშინ თავს ჩვენ გვესხმოდნენ. ომიც მოსულაო, ყვირო და უგულავა. ომიც მოსულა, კი, მოსულა. გაიგეთ, ყველამ გაიგოს. სჯობს ჩვენს ცაზე ბომბები ფეთქდებოდეს. ასე უფრო ამაყი ვიქნებიო, ირწმუნებოდა ლომჯარია. შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას. ქართულ ოცნებას რას არ ეძახდნენ? სამშობლოს მოღალატეებს, პრორუსებს. როგორ ბედავთ ამერიკის ადმინისტრაციის კრიტიკას? ისინი ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მათი დაფინანსებით აშენდა ქვეყანა. ისინი გვეხმარებიან და გვიცავენო. ქართული ოცნების დაპირისპირება პარტნიორების მიმართ სულ უფრო აშკარა ხდება. ხელისუფლება აძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებსა და გზავნილებს. პრემიერი ვაშინგტონს უპირისპირდება. ქართული ოცნება პირდაპირ უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს უტიფარი მოღალატეები ჩვენ მოკავშირეებს ტრებად მიცხადებენ და მტერს მოყვარეთ. ზემწოვე გაფრთხილება არის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავს ესხმიან ამერიკისელს, თავს ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. საქართველოს დაადგა ბელარუსის გზას. მან ღიად დაიჭირა ამ რუსულ დასავლურ ომში რუსეთის მხარე. რითვისაც თავს ესხმე თქვენ შეერთებულ შტატებს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას არის თქვენი შიში. ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის ელჩებზე და მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებზე შეტევა ემსახურება ამას, რომ საქართველოში შემცირდეს პროდასავლურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა. თუ ამერიკასთან აფუჭებ ურთიერთობას, ეს არის მავნებლობა და წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი. ეს ნიშნავს პრორუსულ პოზიციაზე დგომას. დაპირისპირება მეორე ფრონტის გახსნის თემით დაიწყო. უკრაინის ომში ჩართვაზე ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა. უარი თქვა ნგრევაზე, სიკვდილზე, ქვეყნის სრულ განადგურებაზე. Deep State-ს საქართველოს ფრონტად ქცევის უფლება არ მისცა. ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა დიდი პროტესტი გაშალეს. მაგრამ რატომ აიშალნენ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ? მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტზე თქვა 4% რეიტინგი აქვსო. But he's down at 4% approval rating. უკრაინაში უფრო ჩუმად შეხვდნენ ამ განცხადებას ვიდრე საქართველოში. აქაურმა რადიკალებმა უფრო კარგად იციან. ამიტომაც სოციქსელებში მაშინვე მობილიზდნენ. ზელენსკის გამო ტრამპს სიტყვები დაახალეს. წერდნენ, რომ ზელენსკის რეიტინგი უფრო დიდია, რომ მის დამინდობა ყოველთვის იზრდებაო. კახა გოგოლაშვილს მაგალითად რეიტინგები არ აქვს. აზრზე არ არის რა მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა ეს განცხადება ტრამპმა. როგორია რეალობა, მაგრამ არც აინტერესებს. ზელენსკის დასაცავად საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს შეუტია. სოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს მეთაური დღეში რამდენიმე ტყუილს ამბობს. ერთი კაციც კი არ გამოჩნდა, რომ უთხრას გაჩერდი, სისულელებს ნულაპარაკობო. ეს ადრე არ შეიძლებოდა სტრატეგიული პარტნიორისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თორემ ახლა პრობლემა არა აქვთ.
მოკლედ ზელენსკის რეიტინგის გამო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს დაეჯახნენ. დიახ, ერთი შეხედვით მათ ზელენსკის 4% გააპროტესტეს. თუმცა რეალურად მათ როგორც Deep State-ის სათამაშოებს ახალი ადმინისტრაციის სამშვიდობო პოლიტიკა არ მოსწონთ. ოვალურ კაბინეტში ბაიდენის გუნდი რომ დარჩენილიყო, ომი გაგრძელდებოდა. ეს მათი წინასაარჩევნო განცხადებებიდანაც ნათლად ჩანდა. ახლა ბრიუსელის ევროკრატების განწყობებში ჩანს. Deep State-ი ახლაც ომის მხარეს დგას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება. ბუნებრივია, ქართული ოპოზიციაც მათ სიხშირეზეა გადართული და პატრონების message box-ს აჟღერებს. მაგრამ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას მშვიდობის მიღწევა უნდა და ეს მშვიდობა შესაძლებელია. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებმა ეს კარგად აჩვენა ყველას. ყველას ბრიუსელის ჩინოვნიკების გარდა. არადა ომმა ყველაზე მეტად ევროკავშირი დააზარალა, მაგრამ იქ Deep State-ის დღის წესრიგი ჯერაც არ დახურულა. ამიტომაც შოლცი და მაკრონი ისევ ომის გაგრძელებაზე საუბრობენ. თანაც წაგებული ომის გაგრძელებაზე. ქართული ოცნება ევროპის იმ მცირე ქვეყნებს შორის იყო, ვინც თავიდანვე იცოდა, რომ ომი არ იყო გამოსავალი. ვინც დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის ომით დამარცხება უტოპია იყო. თუმცა ამის გამო ევროკავშირში ორბანს, ევროპაში კი საქართველოს პრორუსებად და აგენტებად აცხადებდნენ. ყველა, ვინც რეალობას ხედავდა და Deep State-ის ინსტრუქციებს ბრმად არ ემორჩილებოდა, აგენტების იარლიყებს აკრავდნენ. ყველაფერი ლოგიკურია. ახლა უკვე თეთრ სახლსაც აღარ უნდა ომი და ტრამპიც მაშინვე რუსეთის აგენტი გახდა. ზელენსკის 4%-იანი რეიტინგი მხოლოდ საბაბია. ჩვენი ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია. არა მხოლოდ არჩევნები წააგეს. ახლა იმის აღიარებაც უწევთ, რომ არც ისტორიის ნათელ მხარეს იდგნენ და არც მშვიდობა იყო შეუძლებელი. არადა რამდენი ქალაქი განადგურდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ამ სისასტიკეს 3 წელი ლობირებდნენ. დონალდ ტრამპმა კი მათ ამ წლობით ნაშენებ ომის აუცილებლობის ნარატივს ცივი წყალი გადაასხა. მაინც იგივეს იმეორებენ. არჩევანი არა აქვთ. ისინი ხომ Deep State-ის სათამაშოები არიან. ის უნდა თქვან, რასაც მათ ინსტრუქციებში ამოიკითხავენ. თორემ ხომ გახსოვთ, როგორი მონდომებით ცდილობდნენ ტრამპის გულის მოგებას. სალომე ზურაბიშვილი პარიზში მხოლოდ იმისთვის ჩავიდა, რომ ტრამპისთვის ხელი ჩამოერთმია. თანაც მის ინაუგურაციამდე თეთრ სახლში ჯერ ისევ ბაიდენი იჯდა. ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებასაც ერთმანეთს ასწრებდნენ. ძვირადღირებული ბილეთები შეიძინეს მხოლოდ იმისთვის, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მოხვედრილიყვნენ. მართალია ზოგი ქუჩაში იდგა, ზოგიც ეკრანიდან ადევნებდა თვალს ამ პოლიტიკურ ივენტს, მაგრამ ეს არაფერი ღონისძიებას ხომ ტრამპის ინაუგურაცია ერქვა. ხოდა უხაროდათ. ვივამედის პაციენტმა მაშინვე ვიდეო გამოდო. ტრამპი მაქებდა, თავის კონკურენტადაც კი მთვლიდაო. მაგრამ როგორც ჩანს, Deep State-ისგან ტრამპის ლანძღვის ინსტრუქცია მიიღეს. ამიტომაც ტაქტიკაც რადიკალურად შეცვალეს. ახლა იძულებულები არიან ლანძღონ, თანაც ზოგჯერ უცენზუროდ. ამერიკელებს მართლა ტრამპუშა შერჩათ ხელში. ტრამპი აფრენს, გადასაყენებელია. ქართველი ტრამპისტებისგან ვისმენდი, კამალა სულელია. აი ახლა ხომ ყავთ ჭკვიანი, კამალა რომ სულელი ყოფილა და ეს დოღრიალა პოპულისტი ჭკვიანი? ტრამპი ბოდიშებს იხდის, ვაი, ეს რა გიქნეს საწყალო ბოროტების იმპერია, როგორ უგულებელ ყვესო. ძალიან რიჟა ბაზარია, ბატონო ტრამპ. მადლობა ღმერთს ტრამპისთვის ხმა არასდროს მიმიცია, არც 2012 წელს. ტრამპს ეტყობა ჟირინოვსკის სული ჩაუსახლდა. რა სიმდაბლეა და ჩვენი ნამდვილი დიქტატურის შესახებ არავის მოუყოლია ამისთვის. ტრამპის განცხადების მერე პირიქით ზელენსკის რეიტინგი თავად უკრაინაში ყოველ წუთს იზრდება. მეგობრებო, ტრამპი არის ცუდი სიზმარი. შემაშფოთებელია, რასაც ტრამპი აკეთებს და აცხადებს უკრაინის შესახებ. უკრაინის სუვერენულობას და მის ეროვნულ ინტერესებს იმპერიული ქედმაღლობით უდგება. ესეც კაიყაველაშვილი ყავს პატრონს. ყურები არ ჩამოვყაროთ. აქაური ამერიკელი დემოკრატები თავისთავად მამალი რესპუბლიკელებიც მკაცრად აკრიტიკებენ ტრამპის შეხედულებებს. ესა ამერიკა. ქართველმა ტრამპისტებმა changed their name to ტრამპისტი არ ვარ, მაგრამ ზელენსკის ვერაფერს დააკლებს ტრამპის უადგილო და არაკორექტული კრიტიკა. არც ამერიკა ერთი კაცი და არც ევროპა ის, რომელიც თუნდაც 2 წლის წინათ იყო. ტრამპის მხრიდან ზელენსკის დამცირება უხარიათ რუსებს და ქოცებს. არც ერთი ოლიგარქი არასოდეს არსად არც ერთ ქვეყანაში არ უნდა გააკარონ ხელისუფლებას. ესაა ჩემი კომენტარი და დასკვნა. ზელენსკი დიდად უსწრებს ტრამპს. ტრამპი, როგორც ჩანს, პუტინის მიერ სატელეფონო საუბრისას მიწოდებულ ციფრებს დაეყრდნა.
რა იდიოტობა მოხია ტრამპამ, სრული დეგენერატი და გარეწარი. თურმე ზელენსკი დიქტატორი ყოფილა და პროცინი თურმე მისი მეგობარია, იმბეცილი. რა მნიშვნელობა აქვს იდიოტი და ბნელი გიგანტური სახელმწიფოს პრეზიდენტი იქნები, თუ ჩემი მეზობელი მერაბა? ჩემი ნება რომ იყოს, ტრამპს და მის სირ მხარდამჭერებს პაღურს და დედის გინებას არ მოვაკლებდი დილასახამოს პუტინის და მისნაირების გახარებისთვის. ცხადია ჩვენი ბრალი არა პლანეტის სირთა ჯოგმა პრეზიდენტად ტრამპი რომ აირჩია. ტრამპის სიბრაზე ზელენსკის მიმართ ალბათ პუტინთან შეთანხმების ნაწილია. ჟღალი მიმინო. დიდარი ტრამპი, რომელიც არწმუნებს სამყაროს, რომ ლიდერობა თურმე უზნეო გარიგებებში შესვლაა. აი როგორ ხასიათზეც დღეს მე ვარ. სულ ასეთ ხასიათზე ყოფილიყოს ივანიშვილი, პუტინი და ტრამპი, ცეცხლი ოლიგარქიას. ამ კლოუნის რა უნდა დაიჯერო? ეს არ ამბობდა ერთ დღეში დავამთავრებ რუსეთ-უკრაინის ომსო? ზელენსკი დიქტატორია, ხოლო ეს და პუტინი მშვიდობის მტრედები. ამერიკელი პუტინი. კაროჩე, ტრამპს უკვე სენატის უმრავლესობის ლიდერი აჯვავს. რესპუბლიკელი ცხადია. იმპიჩმენტისკენ მიცოცავს დონალდი. ამიტომაც არიან მაგრები. ტრამპის განცხადებების მერე ყველა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ომში მყოფ ქვეყანაში არჩევნების დრო არაა და როდის ჩაატარებენ არჩევნებს, ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. ტრამპი არ ვიცი და ამ რეგიონს ევროპა არ დატოვებს. მალევე აასრულა კამალას წინასწარმეტყველება. კონსპირაციები იმის თაობაზე, რომ ტრამპი კაგბ-ს აგენტია, რუსებს ნაყიდი ყავთ, კომპრომიტირებულია. საინტერესოა და გამორიცხულიც არაფერია. დასაშვებია ისიც, რომ ტრამპი ცალმხრივ დიალოგშია მხოლოდ რუსებთან. აუხსნელია ზელენსკის მიმართ ასეთი აგრესიული, გაუმართლებელი, დაუმსახურებელი და სუბიექტური ზიზღი. თუნდაც ხდებოდეს ეს ბაიდენის და დემოკრატების პახმელიაზე. იმის შესახებ თუ როგორ ეტირება დედა ამერიკას. პუტინმაც ეგრე დაიწყო ზელენსკიზე, ნიპლახოი იუმარისტო, ვითომ დაამცირა და ეღადავა ასე. ბულერები ერთნაირი ხალხია ყველგან. ტრამპს შეტენიან მის დედის ტ**ში მალე ამერიკელები. ტრამპი რუსეთს შეეკვრება და ევროპას ჩაძირავენო. თქვენ რა გიხარიათ ვიცოდე? ვერც ამერიკა და ვერავინ უკრაინელი ხალხის გარდა ვერ გადაწყვეტს უკრაინის ბედს. უცნაურია, ბაიდენის ადმინისტრაცია ომის დაფინანსებას რომ ვერ ახერხებდა. ზელენსკიმ ბაიდენის კრიტიკა რომ დაიწყო. დროულად არ მოდის ფული და შეიარაღებაო. მაშინ უკრაინის პრეზიდენტის დაცვა თავში აზრადაც არ მოსვლიათ. ვერც მოუვიდოდათ. Deep State-ი საკუთარი თავის კრიტიკას ხომ ვერ დაუკვეთავდა ჩვენს რადიკალებს. შეკვეთა ახლა მიიღეს და მუშტებიც ახლა მოიყერეს. მერე გაუკვირდებათ, რატომ გვეძახიან Deep State-ის აგენტებს. ჩვენ გულანთებული პატრიოტები ვართო. დაკვეთა რომ არა, ტრამპის მიმართ განწყობებს ხომ არ შეიცვლიდნენ. ისევ გააგრძელებდნენ მისი გულის მოსაგები განცხადებების კეთებას. მაგრამ ისინი პროდასავლელები ხომ არ არიან. არც პრინციპები აქვთ და არც ღირებულებები. დღეს ერთ სიტყვიან, ხვალ სხვას. ზეგ კიდევ სხვა რამეს. ღირებულებებია მუდმივი, თორემ დაკვეთა მუდმივად იცვლება. ამიტომაც იცვლიან პოზიციებს და განწყობებს ჩვენი რადიკალები.